შემდეგ ცხილის ზედა და ქვედა ნაწილში ყოფილი გუნდები ერთმანეთის პირისპირ, რომელიც უთეულებით კინგი, ჯექსონი, ნადირაძე, კალატოზეშვილი და ჰარკამი. კალატოზეშვილი შევიდა ვერ ჩააგდო, ბრძოლა ბურთისთვის ჯექსონი ზუსტია. 4 რო გუნდს მეორე წრეში შემოუერთდა. გასულ სეზონში საქართველოში თამაშობდა ორბის რიგებში. აქაც კარგი იყო. სამიანი ესროლა და ჩააგდო კიდევაც ჰარკამი. პარაშუტი ჰარკამის ზუსტია. კარგია სერგი, მეტნი არიან შეტევაში, გაკი და ესეც მე-6 ქულა უკვე ვეირი. ნინუა მარტოა და ჩააგდო კიდევაც. ნასრული არაზუსტია, ჰოლტი კარგია. გადმოაგდო ეს ბურთი, კინგის სამქულიანი ზუსტია. მას თუ იყენებ სტატისტიკაში გეთვლება ასისტის მიმცემს. მესხი ტომასი მოძებნა, სამიანი ჩააგდო ტომასმა. ზაქრაძე. აბა ზაქრაძე ზუსტია და უკვე წინ გადის. ჰარკამი იყო, თუმცა თავად შეუტია, გოგალაძე მოხსნა, კარგი გადაცემა და ეს ორი ქულით უნდა დასრულდეს. ასეც არის და წუთშეს ჯარიმები. კი, ალბათ არა გადავამოწმე ხა. გოგალაძე. კარგი, ბრავო. გოგალაძე ვეირის ძალიან სერგი ნინუას სამქულიანი ზუსტია. გაკი ნადირაძე ეთამაშება მას, ნახევარკაუჭი ესროლოდა ჩააგდო. როგორც იტყვია second chance, მეორე შანსით მიღებული ქულები. აქ გოგიჩაიშვილი დაიუფლა ამ ბურთს ლევანი, მოძრაობები, მორიგის სამქულიანი ესე ზუსტია. ბრავო ლევანს. გოგალაძეს მისდის. ნინუა ტომასი ეხსნებოდა. ბრავო. კინგი მიიღო ბლოკი, ესროლა სამქულიანი და უჯარიმოდ ითამაშა სერგიმ, კარგია ლეოპი და ბრავო ორივეს ესეც ხოვდა ბურთს. ჯერჯერობით არ გასაარავის პასი, თავადო ესროლა და დააბრუნა კინგმა თავის გუნდი თამაში. ეს გადაცემა. გაკი რა კარგად ეხსნება გოგალაძეს, კარგი გადაცემა და ბრავო. გოგალაძე. მართალია გოგალაძე უქულოთ არის, მაგრამ ისეთ პასებს არ იგებდა, ისეთ უწევს თამაში, ხო? რაში გაექცა? ორი მოუწევს თამაში, ხო? რაში გაექცა? არც ეს ვარდება და ახლა უკვე ნამდვილად აღარ უნდა აიღონ ჯარიმები. გადავიდა ნინუა და ამით დროც ამოიწურა. 86-72 და ოვაციები რა თქმა უნდა რაშის გულშემატკივრებთან.